გელით ახლო მომავალში. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ტრადიციისამებრ ვნახოთ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 15 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით, ვარიანტი გვექნება სულ 2, უნდა ირჩიოთ 1 და ვნახოთ აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში და რა ელოდება მეორე ვარიანტს. ახლა ვებსაიტს დავამატებ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე ყველანაირად. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი მეგობრებო და მოდით დავიწყოთ ჩვენ ახლა პირველი ვარიანტიდან. მანამდე კი მინდა გთხოვოთ რომ ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონოთ ეს ვიდეო, ასევე მადლობელი ვიქნები უკავშირისთვის კომენტარების სახით და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტით. რა გელოდებათ თქვენ და აქ ამოვიდა კვერთხების პაჟი. და პირველ რიგში ეს ერთი კვირა იქნება თქვენთვის ახალი იდეების, ახალი სიცოცხლის მომტანი შინაგანად. თუმცა ეს არ არის კვერთხების რაინდი, ეს არის კვერთხების პაჟი მეგობრებო. ვინც არის ის პაჟი არის უფრო, ასე ვთქვათ, ოდნავ უფრო დაბალი სტატუსი, უხეშად რომ ითქვას, უფრო ახალი ენერგია, ეს არის ახალი იდეების წარმოშობა, ახალი აზრები, ამიტომაც ამ ერთი კვირის განმავლობაში აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ თქვენს იდეებს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. კვერთხების პაჟი, თასების ხუთიანი, არკანი ეშმაკი, არკანი ხმლების პაჟი, თასების მეფე და პენტაკლების 8-იანი. მეგობრებო, შეხედეთ, აქ შესაძლებელია რაღაც მომენტებში გქონდეთ გარკვეული ისეთი ცოტა კრიზისული აზრები, რომ აი მე რას მივაღწიე, მე ვერაფერს ვერ მივაღწიე, მე არაფერი არ გამომივიდა, მე არაფერი არ გამომდის. აი რაღაც ასეთი აზრები იგრძნობა, რომ შეიძლება გქონდეთ და მოდით ვიქნები მაქსიმალურად პირდაპირი და გულწრფელი. პერიოდულად ასეთი აზრები, ფიქრობ, ყველა ადამიანს გვიჩნდება და პერიოდულად მეცაც ვიტყვი ეს ძალიან ნორმალურიც კი არის, მაგრამ ნახეთ, თასების 5-იანი. 3 თასი წაქცეულია. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი არ გამოდის. ხანდახან წავიქცევით, ხო? ხანდახან გვაქვს იმედები რომ რაღაც გამოგვივა, მაგრამ შემდგომ არ გამოგვდის. ხანდახან რაღაც ცხოვრებისეული ასპექტები ნაკლებად ნაყოფიერი არის ხოლმე, ვიდრე ჩვენ ველოდებით, მაგრამ 2 თასი სავსეა. კი, თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ არ მიაღწიეთ ბევრს, კი, შეიძლება ფიქრობდეთ, რომ რაღაც არ გამოგივიდათ და მართლა შეიძლება რაღაც არ გამოსულიყო ხო თქვენს წარსულში, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად უკაცრავად, მაგრამ ვერ იქნება სამწუხაროდ, მთავარია ადამიანი არ დანებდეს, მაგრამ ნახეთ 2 თასი სავსე გაქვთ. თქვენ ბევრად უფრო მეტი გაქვთ გადატანილი, ბევრად უფრო მეტი სიბრძნე გაქვთ შინაგანი, ვიდრე თქვენ გგონიათ და ვიდრე თქვენ შეგიძლიათ რომ გაანალიზოთ. ბევრად მეტი და რეალურად თქვენ რასაც მიაღწიეთ, თქვენი ამჟამინდელი ვერსია და თქვენი ძველი ვერსია რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია გქონდეთ ის შეგრძნება, რომ აი არაფერი არ გამონდის. გარდა ამისა, ნახეთ მეგობრებო, დავსვით საკუთარ თავს შეკითხვა. საიდან მიჩნდება ნეგატიური აზრები საკუთარ თავთან დაკავშირებით? არ აქვს მნიშვნელობა გაქვთ ნეგატიური აზრები საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით, საკუთარ პიროვნებასთან დაკავშირებით თუ როგორ. ძალიან ხშირად ჩვენ გვექმნება აზრები არა მხოლოდ რაღაც სოციუმის გამო, ხო, იმიტომ რომ სოციუმში ხშირად არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომ ადამიანმა, არ ვიცი, 25 წლამდე ამასა და ამას უნდა მიაღწიოს, 30 წლამდე ამასა და ამას და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ დაფიქრდით. პირველ რიგში დავსვით საკუთარ თავს შეკითხვები, რომ აი რატომ მათრიგერებს ეს, ხო? რატომ არის ჩემთვის ეს ყოველივე ასეთი მნიშვნელოვანი? რა მინდა მე თვითონ? ჩემთვის სტატუსი და რეპუტაცია არის უფრო მნიშვნელოვანი თუ კონკრეტული მიზანი? რატომ ვადარებ ჩემს გამოცდილებას სხვის გამოცდილებას? ასევე დავსვით საკუთარ თავს შეკითხვები, ვინმესგან ხომ არ მოდის ეს ნეგატიური აზრები? ვინმე ხომ არ გიჩიჩინებთ? ვინმე ხომ არ გეუბნებათ
რომ თქვენ რაღაცას ვერ მიაღწიეთ, რაღაცას ვერ აკეთებთ და ასე შემდეგ. ვიღაც ხომ არ გიკეთებთ ასეთ დიდ დემოტივაციას. და გაეცით იმ ადამიანს საკადრისი პასუხი. ისწავლეთ თქვენი პირადი სივრცისა და თქვენი პირადი საზღვრების დაცვა, მეგობრებო. ასევე ამ ერთი კვირის განმავლობაში აქ მოდის ძალიან ბევრი შრომის, ძალიან ბევრი მუშაობის ენერგია. მაგალითად, თუ თქვენ გქონდათ გარკვეული პრობლემები სამსახურში, ეს პრობლემები ძალიან დიდი ალბათობით მოგვარდება და ცოტა ინტენსიური მუშაობა მოგიწევთ. ასევე თუ თქვენ მუშაობთ რაღაც კლიენტების რაოდენობაზე, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ სფეროს, იცოდეთ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება საკმაოდ ბევრი კლიენტურა, საკმაოდ ბევრი ადამიანი, საკმაოდ ბევრი საქმე იქნება და რაღაც მომენტებში შესაძლებელია ცოტა გადამღლელიც კი იყოს ეს, მაგრამ უფრო მეტად სასიამოვნო გადაღლილობას ვხედავ აქ, როდესაც თქვენ საკუთარი თავით, საკუთარი შრომით ამაყობთ. ასევე თუ თქვენ გქონდათ სამსახურის ძიების პრობლემა, ეს პრობლემა დაიწყებს აუცილებლად მოგვარებას როგორც მინიმუმ. გარდა ამისა, აქ ჩვენთან ამოვიდა თასების მეფე. ვინ არის ეს თასების მეფე? ვნახოთ აბა კვერთხების ხუთიანი და თასების პაჟი. ნახეთ მეგობრებო, კონკრეტული ადამიანი დაიწყებს თქვენთან მიმართებაში ინიციატივის გამოჩენას. ვიღაც ისეთი ადამიანი, ვის მიმართაც შესაძლებელია თქვენ იმდენად ძლიერი გრძნობები ჯერჯერობით არ გაქვთ, როგორც მას აქვს თქვენთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, პირიქითაც შესაძლებელია რეზონირდეს ზოგი თქვენგანის შემთხვევაში, მაგრამ უმეტესობასთან აქ იქნება მეტი ინიციატივა კონკრეტული ადამიანისგან, ბევრად მეტი ვიდრე აქამდე იყო. ბევრი ისეთი რომანტიული ნაბიჯიც იგრძნობა. გრძნობების ამოფრქვევა იგრძნობა, მაგრამ ნახეთ, კვერთხების ხუთიანი ამოვიდა. აქ თითქოს ერთი წუთით კვერთხების ცხრიანი. აქ შესაძლებელია რაღაც მომენტებში გქონდეთ შფოთვები კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, რომ აი ვენდო, არ ვენდო, დავუჯერო, არ დავუჯერო, სანდოა, არ არის სანდო, მჭირდება, არ მჭირდება, აი რაღაც ასეთი ცოტა შფოთვიარე ენერგიები შეიძლება იყოს აქ. ასევე შესაძლებელია კონკრეტული ადამიანები ცდილობდნენ საკუთარი რაღაც აზრების, რჩევების მოხვევას თქვენზე ამ ადამიანთან დაკავშირებით. რისი თქვენ შემიძლია ამასთან დაკავშირებით იცით? ენდეთ საკუთარ თავს. ენდობით ხვებს, ენდეთ საკუთარ თავს. ეს უფრო მნიშვნელოვანია. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტი, ვინც აირჩია. და თქვენთან რა ხდება? აქ უკვე ამოვიდა კვერთხების ორიანი, მეგობრებო, კვერთხების კვირა გველოდება, კვერთხების ენერგიებით ახსავსე როგორც ჩანს. და კვერთხების ორიანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ უპირველეს ყოვლისა აქ ზოგი თქვენგანი შესაძლოა გარკვეული არჩევნის წინაშე დადგეთ. თითქოს გზა იყოფა თქვენი რეალობისა, რომ აი საით წავიდე. რას ეხება აბა ეს კვერთხების ორიანი? ვნახოთ მეგობრებო. პენტაკლების ათიანი, რაღაც ფინანსურ ან ოჯახურ საკითხებს, უფრო მეტად ფინანსურ საკითხებს ეხება. აქ თითქოს იქნება რამდენიმე არჩევანი, რამდენიმე ვარიანტი, მაგალითად თუ თქვენ ეძებთ სამსახურს, აქ იქნება რამდენიმე ვარიანტი, რამდენიმე პერსპექტივა გაიხსნება თქვენთვის ერთდროულად. თუ თქვენ უკვე მუშაობთ, აქ სავსებით შესაძლებელია იყოს იცით როგორი მომენტი, როდესაც თქვენ ბოლომდე ვერ ხვდებით რა მიმართულებით წაიყვანოთ თქვენი კარიერა, როდესაც თქვენ ხართ ისეთ ფიქრებში, რომ აი ესა და ეს გავაკეთო თუ სხვანაირად მოვიმოქმედო, ხო? აი რაღაც არჩევნები იქნება კარიერასთან დაკავშირებით, ფინანსებთან დაკავშირებით, შესაძლებელია ხარჯებთან დაკავშირებითაც, ხო? მაგალითად, იქნებ თქვენ, არ ვიცი, ფული შეაგროვეთ მანქანისთვის ან სახლისთვის ან რაღაცისთვის, ხო? და აქ რაღაც არჩევნები იყოს ამ კუთხით. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვარიანტი იქნება თქვენს ირგვლივ და ნახეთ ასევე კვერთხების სამიანი ამოვიდა, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენს რეალობაში იწყება სრულიად ახალი გზა და ეს გზა იქნება ბევრად უფრო მეტი ფინანსებით, მეტი ბარაქით სავსე, მოდით ასე ვიტყვი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ. რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში? კვერთხების რაინდი, თასების სამიანი და არკანი ძალა. მეგობრებო, თქვენი შინაგანი ძალა დაიწყებს გამოღვიძებას, თქვენი შინაგანი
პოტენციალები დაიწყებს გამოღვიძებას, ასევე ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან დიდი ალბათობით იქნება გარკვეული ნიშნები სამყაროსგან და ნიშნები იცით როგორი. დააკვირდით რას გელაპარაკებიან ირგვლივ მყოფები. უცაბედად თქვენმა მეგობარმა მოულოდნელად მაგალითად შეიძლება დაიწყოს კონკრეტული ისეთი საკითხის განხილვა, რასაც აქამდე საერთოდ არ განიხილავდა. და რაღაც ასეთი ნიშნები, კომუნიკაციის სახით მოდის ნიშნები. ასევე გირჩევდით, მესმის რომ ყველას არ აქვს ამის საშუალება დროის ფაქტორის ან ფინანსების ფაქტორის გამო, ან ორივეს გამო შესაძლოა, მაგრამ შეძლებისდაგვარად ეცადეთ რომ მეტი გაისერინოთ, მეტად იაროთ განსაკუთრებით ბუნებაში ამ ერთი კვირის განმავლობაში. აქ ასევე ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება ძალიან ბევრი სასიამოვნო კომუნიკაცია. დიდი ალბათობით ადამიანის გაცნობაც შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადამიანის გაცნობა. ძალიან საინტერესო ახალი მეგობრის გამოჩენა თქვენს რეალობაში. მაგრამ აი მეტად თითქოს იქნებით კონცენტრირებული თქვენს ფინანსურ ენერგიაზე, იმიტომ რომ აქ იგრძნობა უფრო მეტად ფინანსური ან თავად ზრდა, ან ზრდისკენ სიარული. აი, როდესაც თქვენ მიდიხართ ამ გზისკენ, როდესაც ნელ-ნელა თქვენი ფინანსები იწყებს გამოღვიძებას, გაუმჯობესებას, გასტაბილურობას და გაძლიერებას. ხვდებით, ხო? აქ დაწინაურებაც იქნება ზოგი თქვენგანის შემთხვევაში, თუმცა ეს ინფორმაცია უმეტესობას არ ეხება პირდაპირ გეტყვით. მეც აქ ნამდვილად ვეღარ აფერს დავამატებ, მეგობრებო, წარმატებები, ნაყოფიერი დრო, კვირა და ნახვამდის.